ძალიან არომატული, ძალიან გემრიელი. დღეს ვამზადებთ აჯიკას სამთრისთვის. მისთვისაც დაგჭირდება 5 კილო ბულგარული წიწაკა, 3 კილო პამიდორი. მე გამოვიყენე გრძელი ჯიშის პამიდორი, სლივკი. ემიდე გაჩვენოთ აი ესეთი. მწარე წიწაკა 9 კილო, 300 გრამი ნიორი, 200 მილილიტრი ვაშლის ძმარი, 200 მილილიტრი ზეთი, 200 გრამი შაქარი, 4 სუფრისკოვზი მარილი. მე გამოვიყენე სიმინდის ზეთი, თქვენ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის ზეთი. შევუდგეთ მომზადებას. ნაწილობრივ ამოვაცალოთ თესლი. დღევანდელი რეცეპტის მომზადებაში დამეხმარება ეს ჩოფერი. თუ გსურთ შეძენა, მომწეროთ პირად შეტყობინებაში. ეხლა ამ ყველაფერს დავაჩოფერებ. კარგად რომ დავაჩოფერო, ვამატებ ნაწილს წიწაკას, ნაწილს პამიდორს და ეს ამ მეთოდით დავაბლენდერებ ყველაფერს. დავუმატებ ნიორსაც. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. დროდადრო უნდა ამოურიოთ, რომ არ მიგვეწვას. გავიდა 1 საათი, რაც დუხ, ცოტა სისქე კიდე თხელი მეჩვენება და ვადუღებ ცოტა ხანს კიდევ დაახლოებით 9 საათს. კარგად რომ გასქელდება, დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. მარილი 4 სუფრისკოვზი. თითო სუფრისკოვზი ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. რო დავიყვანთ სასურველ სისქემდე, დავამატოთ ბოლოს ზეთი 200 მილილიტრი. ვაშლის ძმარი 200 მილილიტრი. უკვე მზად არის და ჩავასხათ ქილებში. გასტერილებულ ქილებში ჩავასხათ აჯიკა. ჩასხმის დროს გადაურიოთ, რომ სისქე გადანაწილდეს.
დავასრულე აჯიკის მომზადება, გამომივიდა ამდენი, ნახეთ. ძალიან არომატული, ძალიან გემრიელი. გირჩევთ მოამზადოთ, არ ინანებთ გამოცდილი რეცეპტი და ძალიან გემრიელი. გამოიწერეთ ჩემი არხი ლიკას რეცეპტები და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ველოდებით!